დემოკრატიის ინსტიტუტი აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. გენო გელაძე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ეს არის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა და ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკული თვალსაზრისით, რომელთაგან უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილებას არც ერთი მათგანი წარმოადგენს. გელაძე განმარტავს, რომ როდესაც მსგავსი სისტემა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იქმნება, აუცილებელია მისი კომპეტენცია ორგანოს მინიჭებული ჰქონდეს. კომპეტენციის ფარგლებს გარეთ კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შექმნის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ეს გარემოება მესამე სექტორში მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მიერ გასული ფილმის შემდეგ დღის წესრიგში მედია ვასაძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ერთი კვირის წინ უმაღლესი საბჭოს წევრების დაპირება, რომ ვასაძის მხრიდან არაქმედითი ნაბიჯების შემთხვევაში დამატებით განცხადებებს გააკეთებდნენ, დღეს არ შესრულდა. დეპუტატთა უმრავლესობა მკითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. Așadar, arapeli are spus, arapeli are spus, biologii arapeli moștenului era. Așa că bine, ne, așa că nu e rău, ne, chem, scansadele, așa, televiziunea găvaget. Kasageli. Bine să ai spus, me pirata, araustul să nu mai vada la mine me pirata, fecați. Araustul să nu mai vada. Ne, când tu zamit cu ea. Ara, regular, așa, pichueno da. Me ar da mine să fie araustul să nu mai. განსხვავება არის მართლაც დამოკიდებულებებში აი ამ კონფლიქტის მიმართ რომელიც მოხდა ქალბატონიძეს და ჯაბანიძეს შორის ამიტომ ჩვენ ვერ მივედით რაღაც ერთიან განცხადებამდე ან ერთიან გადაწყვეტილებამდე საუბრები ბუნებრივია იყო დღეს ახალი პატარა ახალი ვითარება ასე ვთქვათ საკმაოდ ვრცელი წერილი რომელიც ქალბატონ მედია მოამზადა და რაღაც გარკვეული მოიყვანა იქ ფაქტები მოსაზრებები და გაუგზავნა ჟურნალისტთა ქარტიაში აი დღეს მივიღეთ ესერი და ბუნებრივია უნდა წავიკითხოთ იქ სხვანაირად არის ვთქვათ რაღაც აქცენტებზე გასმული ხაზი უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაუქმების პირველი საფუძველი გახლავთ ის რომ აჭარის ავტონომიას უფლებამოსილება მინიჭებული და დელეგირებული არ აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. სახელმწიფო ინსტიტუტები არ უნდა იქმნებოდეს ბიუჯეტის დაფინანსებით, ზოგადი შეხედულებებით და ზოგადი ნორმებით. აუცილებელია რომ ის რაც ფინანსდება ბიუჯეტიდან, ისეთი სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი რომელიღაც კანონმდებლობაში, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს კომისია, ჩვენი დამოკიდებულებით და ჩვენ ძალიან ბევრი ნორმა დავამუშავეთ, ხო? მუშაობს არასწორად ვერ შეიქმნა თავის დროზე და ამიტომაც უნდა გაუქმდეს.